მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე სასამართლომ ნიკამელია კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა. სასამართლოში ნიკამელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. სხდომას კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი არ დასწრებია. ნიკამელიას ბრალდება სასამართლოს უპატივცემულობას ედავება. დანაშაულის სასჯელის სახედაზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიტიკოსი ადმინისტრაციული წესით 29 მაისს დააკავეს. მეორე დღეს კი წულუკიანის კომისიაზე გამაუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლე ზვიად შვანგირაძეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეესხა. კოალიცია ცვლილებისთვის წევრი მსჯავრდებულია ქართული ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს, მისჯილი ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.